ვიდეოში შევამოწმებ TikTok ლაიფჰაკებს და ნახავთ მუშაობს თუ არა ისინი. სულ გვექნება 6-მდე ლაიფჰაკი და იმ შემთხვევაში თუ ამ 6 ლაიფჰაკიდან 3 მაინც იმუშავებს, მომიწევს შევასრულო თორნიკეს დავალება, რომელიც ეხლა ჩემს გვერდზე გაჩნდება. ჩვენი პირველი ლაიფჰაკის თანახმად თუ წყალს შავასხავთ ჭიქაში და გვერდიდან დავადებთ ელემენტს წყალმა უნდა დაიწყოს ესეთი რაღაცა რაც ვიდეოში ნახეთ. დავაი. ეს ლაიფჰაკი აშკარად არ მუშაობს, ასე რომ ვერტიკულად შემსასარგებლოთ. მეორე ლაიფჰაკის თანახმად გჭირდება ისევ და ისევ წყალი, ოღონდ ამჯერად გვინდა შაქარი, ხელა შაქარი. წყალი, სადაც უნდა ჩავყაროთ შაქარი. ეხლა უნდა დავამატოთ საპონი, ანუ ფეირი, ჭურჭლის საპონი. ეხლა ისინი უნდა ავუღოთ კარგად. და მუღამისა, როდესაც ავიღებთ საწრუბს, და რომ გავბერავთ, უნდა გაიბეროს ბურთები, რომლებიც არ გასკდება. ოპა! რა? გასკდა. არ მუშაობს მოკლედ ეს ლაიფჰაკი, როგორც ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ვერტიკულად შემსასაჯელოთ. მოკლედ, როგორც ვიდეო ნახეთ, შემდეგი ლაიფჰაკის თანახმად ჩვენ დაგვჭირდება კოვზი, ჯამი, სადაც იქნება წყალი სავსე და კოვზზე დახატვის შედეგად ამ კოვზს წყალში ჩავდებთ, ეს ნახატი კოვზის ზედაპირიდან გადავა წყლის ზედაპირზე და დაიწყებს ტივტივს რა. წინ. მოიცო. ხო ვიცოდი, არ გამოდიოდა. მოკლედ, ესეთი ლაიფჰაკი მე გაკეთებული მაქვს, სიმართლე გითხრათ, თუმცა აღარ მახსოვს როგორ არის, მგონი ფურცელზე უნდა დახატო და მაგ ფურცელს უნდა დაასხა წყალი თუ რაღაცა. რაღაცა დავხატე. მოკლედ, არ მუშაობს, არა და რაღაცა ესეთი ნაცადი მაქვს, აღარ მახსოვს როგორ კეთდება, მაგრამ ეს ლაიფჰაკი მუშაობდა. ამ შემთხვევაში აღარ მუშაობს, ასე რომ კიდე ერთი ქულა შემსასარგებლოთ. მოკლედ, როგორც ვიდეოში ნახეთ, შემდეგი ლაიფჰაკის თანახმად ისე გვჭირდება ჭიქა სავსე წყლით, მარილი. რომელიც უნდა ჩავყაროთ, აუგან აი რა ქვასავით მარილი. მარინია. ეხლა უნდა მოურიოთ. შემდეგი ეტაპი არის ის, რომ ვიღებთ კვერცხს, რომელსაც არ ვიცი რატო ვიღებთ, მაგრამ ვიდეოში ეგრე იყო და ბატარეას პლუსის მხარეთ უსმევთ კვერცხს, ესე რატომღაც არ მკითხოთ რატომ მართლა აზერ ვარ. და ის ბატარეა ეხლა უნდა ჩავიდოთ. რო ჩავიდო. ეხლა უნდა ჩავყოთ ჩანგალი, რომელიც უნდა დაიღუნოს წესით. არაფერი არ მოსულა, ანუ კიდე არ მუშაობს და დღეს რაღაც ბედი ჩემკენ არის, იმიტომ რომ არ მიწევს წაგების შემთხვევაში აი იმის დავალების შესრულება. შემდეგი ლაიფჰაკის თანახმად, რომელიც ვიდეოც ვეღარ ვიპოვე, არის ესეთი რაღაც, რომ გვჭირდება ესეთი ყურის ჭხირი და ისევ წყალი. ყურის ჭხირის აი რბილ ბამბის ნაწილს უნდა მივასხათ დეზოდორანტი და როდესაც ამას წყალში ჩავდებთ, წყალი დაიწყებს დუღილს. აი, დავაი, სადოთ. მუშაობს. მოკლედ ეს ლაიფჰაკი მუშაობს, ასე თუ ისე წყალმა არ დაიწყო დუღილი, მაგრამ ბუშტიკები ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია თამამად ჩავთვალოთ ეს ლაიფჰაკი. მოკლედ, ნახეთ ალბათ უკვე ვიდეო შემდეგი ლაიფჰაკის და რადგან ლაიფჰაკს სახში ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ შეიძლება არ იმუშაოს და ხაურობა მოირწყას, ასე რომ უნდა გადავინახოთ ეხა გარეთ. ეხა გავხსნით წყალს. დავიღოთ. ანუ ჩავაგდოთ აქ ორი. ისე. ეს ხა უნდა აურიოთ. აირია და მოკლედ ხა მუღამი არის ის, რომ ამას ვამოვატრიალებ. წყალი არ უნდა მოიყვაროს. მოკლედ, როგორც ვატყობთ, ეს ლაიფჰაკი არ მუშაობს, რაც ჩემთვის ისე ერთი ქულა არის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩელენჯი მოვიგე 5-1. So, მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის ეს იყო იმედია ვიდეო მოგეწონათ, და ლაიქეთ და კომენტარით არხი გამოიწერეთ, საერთოდ გააქტიურეთ. ნახვამდის.
ერთი მიზეზი თქვი რატო არ უნდა მეკიდო იმ დღეს შევეცი ვინმეს რომ გავეკიდო საათი მაქვს მაინც არა მაქვს ბევრი დრო შენ თვითონ მიხვდები რომ ჭოს მომერიდო